სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ხოთე ხომ შვიდობა კარგი ამბავი გაქვს გათხოვდი გოგო რა აუ რა მაგარია թե აუ ძალიან მაგარია სად მიდიხართ პარიზი მიდიხართ აუ რა მაგარია პარიზი ეშველა ეღირსა გათხოვდა აუ გოგო ძალიან მაგარია კიდეს რომშიც მიდიხართ? აუ შენ ვენაშიც? ლონდონშიც? აუ რა მაგარი. არა, ქალაქობანას თამაშობთ კაცო, აბა ჩემი ქმარი რუკაზეც არ მანახებს ევროპას. აუ ძალიან საყვარელი შეყვარებული ყავს გოგო ხადაობ. რაქნა? დღეს მოვიდა და სახეზე აგაფარა ბილეთები. აუ რა საყვარელია. და ჩემ ქმარმა რაქნა გუშინიცი? მოვიდა და იმხელა ლომბარდის ფურცელი ამაფარა სახეზე. ფარე მომხარე, მე შენ რო დამაფარე და დამშვიდდებით რა. ხო. კაი, թե, კაი, მიდი მე დაგირეკა. ამან გაიღვიძა და ეხა სამოგზაუროთ უნდა წავიდე სამზარეულოში, თორე შემჭამს. კაი, კოცნი, ძალიან მაგარია. რა ხდება რა? თეიკო მიშეყვარებულს მიყავს ევროპის ბევრ ქვეყანაში სამოგზაუროთ. კაი, ვიჭი ყოფილა, რა გინდა, რა შეჭი. ხო ძალიან ძვირი დაუჯდება, რომ იცოდე ეგ ყველაფერი. ძვირი დაუჯდება რას ნიშნავს? როგორ არა, კაცო, ახლა ორივე გაგებით დაუჯდება ძალიან ძვირი. რა ორივე გაგებით, ნიკა? ტური აქვთ აღებული. იქიდან რომ ჩამოვლენ. მაგბის დარწმუნებული იყავი, დაჭირდება კიდე დასვენება ცალკე რა. რატო დაჭირდება ცალკე დასვენება? არა, არ არის იცოდე ეგ ცუდი, რა, კაი ამბავიც არის მაგ საქმეში. რა კაი ამბავი რა? რა კაი ამბავი და აღარ იჭერავთ, კაცო და ტვინს არ წაიღებთ რა. ნიკა. იდეა მაქვს. გაბოუშ. ისინი რო ჩამოვლენ, ჩვენ არ დავხვდეთ აქ და ვეღარც ვიჭორავებთ. ბეჭ რას ქვია აქ არ დავხვდეთ, ჩვენ წავიდეთ სადმე ჩვენ წავიდეთ სადმე ევროპაში. მე ძალიან გთხოვ რა. დაგირეკოს იჭორავეთ, საერთოდ არა ვარ წინააღმდეგი რა. ნიკა. ჩვენ სად მივდივართ წელს? სიბიდი, ცხელი სიბიდი. კაი სიბიდი, ცხელი სიბიდი მარილის მოყრით, აბა წავიდა. კიდე ქობულეთში ნიკა. არა, წამოგვსვამე იფელზე. ნიკა, კაი რა, კაცო, მოიცა რა ეთი რა. რა მნიშვნელობა აქვს ეთი უსაქმურად პარიზში ვიქნები, ლონდონში, რომში თუ საბურთალოზე. არა ვარ მე კაცო ევროპის კაცი გამანებით. კარგი რა. სოფლიო 7 საოცრებიდან მარტო ნუგზარი ყავს ნანახი და ეგრე ჯობია? როგორ გეკადრებათ კაცო? თეიკოც კაი საოცრებაა, ნუ გეშინია შენ. აუ როგორ მინდა ერთი კაი დასვენება სადმე ევროპაში. მე ვერ წავალ მეთქი გეუბნები რა. არ შემიძლია. რატო ვერ წახვალ ნიკა? ქართველობა რო წამართვა, რა ვქნა მე რა? ქართველობა რა გვარი? ისე მართლა რა მუღამია ეს ევროპა ვერ გავიგენ. ყველა მანდამედის. განცადე კიდე სხვა განცადეთ. მე სად წავიდეთ? აზიაში? არა რატო? აი მაგალითად მარცხენაღანებში. და გამორჩეულები იქნებით სვისგან. ნუ ღლაბუცობ ერთი ამხელა კაცი რა. ევროპაში ნამყოფი ხარ? იცი რა ხდება იქ? მე? ხო. სტავროპოლი, ვოლგოგრადი, უფა, ივანოვო, სულ ფეხით მოვიდა. ხო, ფეხით თუ ფაიტონით. აუ ნიკა, წავიდეთ რა, ძალიან მაგარი იქნება პარიზი, ლონდონი, ბერლინი. საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა, მე ეგეც მაკმაყოფილებს ძალიან გთხოვ რა. აი რა, ლიკა. რა უნდა ნიკას ევროპაში? რატო ვითომ? იმიტომ რომ შეხედავს, კაცი, ეგრევე გეტყობა რა ქართველი ხარ. შეხურასავ მყავ ხარ რა, გამოხოხებული შვედი.
სხვათა შორის თმის ფერი თუ იმსჯელებ მე მართლა ვგავარ შვედს. ბიჭო, მაშინ რა გაქვს თავზე რა უნდა გავიგო, ქერა ხარ თუ შავგრემანი დღემდე არ ვიცი. ნიკა. რა ვქნათ? გოგო, მომისმინე. ეხა ჩვენ რო წავიდეთ ევროპაში. ვის დაუტყო ეს ბავშვი მე მითხრა, ა? ხო მოკვდა მშიერი გახმა და ჩამოდნა. შენ ზადე კიდე წაიყვანე, ვერ გავიგე. დაიქცევა ქვეყანა თუ რა? მოიცა რა, სად უნდა წავიყვანო, ვერ გავიგე. ლომბარდის ვალებს ვინ გაისტორიებს მე? ბებია ჩემი ადგება, საფლავიდა. ახში. ბიჭო, რა ვქნა, იცი? მოდი ვითომ ბებიაშენი გარდაიცვალა. რამოდენიმე დღეს გადააგორებს და დაავიწყდება რა. ბიჭო, ხო. შარშან ბაკურიანში რომ უნდა და ლიკუნას წასვლა. ჟუჟუნა მაშინ არ გარდავცვალეთ? მეორე ბები არ ყავს შენ? მეორე ბებია შოპინგზე რომ უნდა და წასვლა მაშინ დავასაფლავეთ ბატონო. მით უნდა ყავდეს კაცს 5 ბაბუა და 5 ბებია. სწორი. იმტრია ხა თავი. შენ სადეგი და შარდენზე წაიყვანე ხო შეიძლება? სად შარდენზე ბიჭო? ჩვენთან შარდენზე. ბიჭო, შარდენია ევროპა? ბიჭო, ბარმენების გარდა არავინ ლაპარაკობს, კარტულა და ევროპა, აბრაჯანდაბა. ვითომ წყალტერფიანი ხარ, ა? აი მე, გეხვეწები, შენ დაელაპარაკე, ამის ნერვი არ მაქვს. ვიდი ზარა ესეთი სულელური აზრები ამ გვალთავში საიდან მოგდის არ ვიცი რა. ოუ, შეხორას ამბობ რა. შენ წეგანს სიბძნეები ლაპარაკე, ხვალ განათლების მინისტრის სასწავლო პროგრამაში შეიტანს. მართლა? მოიცა ბიჭო. მე ვიცი რა უნდა ვქო. რა იცი შენ ამ მითხარ? რას ქვია ბიჭო, რა ვიცი, 3 ზაფხულია ჩემი ცოლი, მაცივარზე თავის მინდებით გილდება. მოდი თვალი ჩაილურჯე. ვითომ და გაღაჭაღეს. არა, ეგ მართლა მაგარი იდეა, მაგრამ მაგას ლიკას დაბადების დღისთვის ვინახავ. ხო რა იყო ხა, რატო უნდა გავწიო, ამდენი ხარჯი უაზროდ ვერ გავიგე რა. კრიჟანი ხარ ნიკოლოზ? მოიცა რა, შენ ვიზე ლაპარაკობ, კრიჟანი შენ თვითონ ხარ რა. კრიჟანი ხარ აბა. მე კი არა შენ ხარ ბიჭო კრიჟანი. ამა კიდე რით ვერ მორჩა რა, ეს დაბანოა რა. ბიჭო, წინათვის მომივიდა მთელი 80 ლარი დენზე გადასახადი. არა ეს კრიჟანი. არა. აგერ ბატონო ვენეცია. ვაი, და კიდე არ დამშრალა მაწალი რაც. სულ რაღაც 1200 ევრო ღირს. სულ რაღაც. ხო, ერთი კაცი ღირს 1200 ევრო. შვენიერი წავალ მარტო მე მაშინ. მარტოში რატო წახვალ? არა მაგ ბატონო ორის ფული. და უნდა წავიდე მე, შენ გადმოცემის უნარი არა გაქვს კარგი და რა ნახე ვერ მომიყვები. ნახე რა მაგარი სასტუმროა რა გრანდიოზულია ნიკა. შეხედე რა გრანდიოზული ფასიც აქვს მაგას. ნაკროი ბაჭბაჭე. არ მოგწონს. ვაიმე, ეგ კარგია, მაგრამ ჩემი გულია სუსტი ხდები და ძალიან ხო ცოტა იაფიანი სასტუმრო მოძებნე რამე რა. პრაღა გაწყობს? მე კი მაწყობს, მაგრამ ჯიბეს არა. დავიღალე რა. და შენ დაძებნე რა. კი ბატონო, რა პრობლემა. ნახე, შვენიერი ორკაციანი ნომერი, თავისი კვები ტრანსპორტირებით 450 ლარი. სად? 100 პინძა. მომეცია ქრა, სულ შეიძლება ღადაობდეს და ხუმრობდეს და ოხუნჯობდეს ამ ხელა კაცი რა. შენ არ იცი რა შეიშნავს 100 პინძის სიო. არც მაინტერესებს. სტამბული გინდა? როგორ არა, ბანა გამიყვანე მონების ბაზრობაზე და გამყიდე, შენს დაიშინებ და მეც. აიმე. არ მინდა, მე პარიში მინდა. კაცო, კომპიუტერში ხედავ ამ ეიფელს და მადამ დრუმზუას მეც გეუნები და დეტიე საფჭი იყავი რა. ვაიმე ნიკა, ნახე. 100 ევრო ღირს ერთი ბილეთი. ნახე, ერთი რამდენი ბარგი შეტანა შეიძლება კაცი. მე მგონი 50 კილოსი. ხო? გადადე ერთი კომპიუტერი. რასად ერთად ნიკა? კარგია. დაბრუნე 50 კილოს ბარგად შეგიყვან, არ არის პრობლემა. მაგრამ ვერ ხარ რა. აუ ლიკუნა ცოტა მოეშვი რა, თორე ოდნავ მაინც თუ შეგატყო რომ ნერვიულობ შეიძლება არ ჩაგირტყას ვიზა. ამას დაუჯერე რა, გუშინ წინ დახა პირველად ელჩი. საერთოდ არ მეცინება.
და რა გაქვს სასაცილო კაცო? მიდიხარ ევროპაში ყოველდღე გათახსირებულ და უნამუსო ქვეყანაში. აი მენიკა გეხოცები გაჩერდი რა. გაჩერდი. ლიკუნა, თავარი არის, რომ სიმართლე უთხრა რა. ჩვენ ყველაფერი ვუთხარით. ვინ ვართ ერთმანეთისთვის? რატომ მივდივართ? სად მივდივართ? როდის ჩამოვდივართ და ასე შემდეგ. რამდენი რამე გკითხა? რა თუ დაბას კითხვა კაცო, თუ მოაღო პირი ალაკლაკდება რა გააჩერებს ამ. აი მენიკა გეხოცები გაჩერდი რა. რო არ ჩაგვირტყან მე რა შვები. კარგი რა გოგო რა. რა არ უნდა ჩაგირტყან, ახლა მე ჩამირტყას და შენ როგორ არ ჩაგირტყამე? შენ რო გაგიცანი აი მიუხდი რომ სულ ჩარტყმული ხარ შე. ნიკა, და. იცი რა მაინტერესებს? აი შენთვის ოდესმე თუ ჩაურტყავთ ჩანთა გეხოცები რა. თბილისიდან მიფრინავთ? არა გოგო რაღაცა სხვა აეროპორტია. ცოტა სოფლური სახელი ქვია. აი ფიჭვნარი. მოიცარა. ნაძვნარი. არა, ყვავილნარი? კოპიტნარი. ხო, კომპიტნარი. გოგო რა არის იცი? მთავარი არის რომ დაარწმუნოთ იმაში, რომ დარჩენას არ აპირებთ და უბრალოდ მოგზაურობა გიყვართ. და როგორ დავარწმუნო ეხა რომ მიყვარს მოგზაურობა? შენ გლობუსი ვითქმარს რო შეხედავს, მაგაში თავისი დარწმუნდება. ესიერად ეხლა რა. აუ თეიკო ნერვიულობ რა ვქნა. გოგო, ხო იცი რომ კაცებს უყვართ დიდი მკერდი. ხო და ცოტა ჩამოიწიე ეგ მაიკა რა და ჩაგირტყავს უეჭველი. ლიკუნა დავრჩით მე მგონი საქართველოში ჩვენ. უკაცრავად, ელჩი როგორ ხასიათზეა? რა ვიცი ჩვენ არ ჩაგვირტყა. რა ბილეთი შეხვდა? რასა შენს რა ბილეთი? ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ავადარი სამკურნალოდ მიმყავს. ნერვიულობ? მე უფრო ზოგად საკაცობრიო თემებზე ვღელავ. აი მე რა თემებზე? რა თემებზე და რო ჩამოვალთ ეხლა იქიდან რა უნდა ვჭამოთ სახში? მე სულ როგორ უნდა წუწუნებდე რა. ხოდე. აბა გამოიცანი სად ვართ მე და ნიკა. არა, დედა, პოლიციაში რა მინდა? საელჩოში ვართ. ჩემ ქმარუკას მივყავარ დასასვენებლად ევროპაში. რა ტყემალს გამატანდე და? არა მიღია ჯერ ვიზა. კაი, დაგირეკავ მე. დედა, მერე დაგირეკავ. კაი. ხოდა დავრეკო საშას. მიდი. დე, მე და ნიკუშა მივდივართ ევროპაში სამოგზაუროდ და მერე გადმოგირეკავთ. უი, საშა შემიშალა. კარგი. დაისვენე საყვარელო. კარგი. ჩიკარე ხარ. კაიო. ვისთან დავრეკო ეხა? ვიმყავს გულზე გასახეთ კი. ნინი, ტელეფონი რო იყიდე მაგაზე დაიბოღმა და ალბათ გაიგლიჯავს ყველაფერს მით დავreki. როგორ ხარ? ხოლიკა ვარ. იცი, ჩემ ქმარს მივყავარ სამოგზაუროდ ევროპაში. გამიტიშა. რა გითხარი, მე შენ დაიბოღება მეთქი. ვიცი, ვისაც უნდა დავრეკო, ეხა ნახე. მიდი რა დროზე. აუ, გათიშული აქ. არა უშვებს კაცო, არ ჩამოიღო, მიიდე ყურთან და ინგლისურს მოусმინე. გაიხსენებ მაინც. If you can't of you American trio, you. აი რა, აუ რატო აქ ეხა ამ გოგოს გათიშული? ვისულიყო? გვანცას. მე მოგცემ სხვა ნომერს. მეორე ნომერი აქ? არა, რა მნიშვნელობა აქვს? ხლისი ნომერია კაცო და უთხრა რომ ევროპაში მივყავარ ჩემ ქმარს თქო. მიდი. ბატონო ნიკოლოზ, დიახ. თქვენ მუშაობთ? არა. აი მე შემოსავალი გაქვთ? არა, იცით განძი ვიპოვე და აი ამითი ვაპირებ სამოგზაუროდ წასვლას. რა განძი იპოვეთ? ოქრო, ვერცხლი. იცით მე მგონი თამარ მეფის საფლავი უნდა იყოს. მოკლედ ჯერ ჩამოყალიბებული არა ვართ. რამდენი ხნით მიდიხართ? დეპორტამდე. რა მიზნით მიბრძანდებით? მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე. ბატონო? სამოგზაუროდ მივდივართ დასასვენებლად.
ანგაღიზე გაქვთ? რაიმე თანხა, საკმარის თანხა. კი, 1500 ევრო. აი, ცოტას თუ წაგვიმატებთ, გაასწორებ და მაგას. სამწუხაროდ მე მხოლოდ ვიზით შემიძლია დაგეხმაროთ. არ არის პრობლემა, გეცი. რამდენი ხნით მიბრძანდებით? ერთი კვირით მივდივართ. ეს ერთი კვირით და მე სამუდამოდ. ტურისტული ვიზით რომ ვერ დარჩებით? რაიმე, რას ლაპარაკობ, აქედან მომახევინე და იქ ვიჩალიჩებ რამეს. აქამდე ყოფილხართ გასული? ქვეყნიდან გასული თუ იმენა გასული? ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, კი. ვას მოღვაწეობდით? იცით, ძირითადად ჩემი პროფილი გახლავთ მაღაზიების მომარაგება შემდეგ საქონელზე. ჭიქების საინები, პაპიროსის ქაღალდები, ალმა მიტკალი და კბილების საჩიჩქნი ჩხირები. გასაგებია. თქვენი გვარი შემახსენეთ? შოულა თუ თარაზულა ჩემი ძმა. ბატონო? კარგი ავიხურე. მეგონა კროსორდს ავსებდი თქო და ვალიშვილი. ნიკოლოზი. მოწევა შეიძლება აქ? სამწუხაროდ ჩვენთან არ ეწევიან. რა დაწესებულებაა, ვერ გავიგე. ციხეში ვეწეოდი და აქ არ შეიძლება. უკაცრავად, თქვენ ციხეშიც ეჯექით? არა, ხუმრობს. ნიკა. მოწევა რა შეიძლება გავიგე და ხუმრობაც არ შეიძლება? იცი რა მაინტერესებს, ბოდიში რა. კომსიკომსა ჩემოშუქრი. იქ თქვენთან იყიდება სასმელი კიდე თქვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა. თქვენ ალბათ ურტყავთ, ხო? ანუ სვავთ, ხო იქ? იშვიათად მეგობრებთან ერთად. სიმღერა და ცეკვა. რა. ნიკა, გეყოფა, ნიკა. ბოდიში. რა მინდოდა მე თქვა, excuse me. მეზობლებს ითვლით ხოლმე თქვენ? ბოდიში კითხვა ვერ გავიგე. ახლავე აგიხსნით და თქვენ უნდა ჩაწვდეთ რა. აი ბუხოი როცა მიდიხათ რა, ბუხოი. აი მთრალი რა. იქ თუ აი აგინებთ თქო მეზობლებს. ხანდახან. ხანდახან. და ვიზა თუ გაქვთ მე რეგაც? რა თქმა უნდა, მე საფრანგეთის მოქალაქე ვარ. 10 წელია საელჩოში ვმუშაობ. ჯარსიმალები ეტყობა ან ვიღაცა გააგორეთ თორე. ბოდიში, მაგრამ ანკეტას ვავსებ და ხელს მიშლით. იცოდეთ ძალიან დაღლილი ვარ. ასე რა მინდა კითხო შემოშუქრი. ჩემნაირი თუ მოდის ბევრი? საკმაოდ. ხო არა? საკმაოდ. გუშინ წინ ერთი გოგო იყო მოსული შეხვარებულთან ერთად. იმდენს ლაპარაკობდა. სანამ ვიზა არ ჩაორტყი ვერ გავაჩერე. ვიცი. თქვენ რა იცით? კი, როგორ არა? ენადი და თეიკოს ვინ არ იცნობს ქალაქში? თეიკო. კარგი რა ლიკუნდა რა ჩაგვიტყავენ რა აქციის რა მოგივიდა. შენი ხმა არ გავიგო ეხა. ვაიმე დედა როგორ გეკონტაქტო აბა მითხარი რა. არ მეკონტაქტო საერთოდ. დადუმდი. მე ნიკა ნერვებს მიშლი ძალიან. ესენიც კიდე არ ეკავენ და გავგიჟდი უკვე. აი მეტყობა დეპოზიტზე არა აქვს, ჩარიცხავე ფულს და განმოგერე. ალო. დიახ, მე ვარ. რაო. კარგი, გასაგებია. კარგად ზანდებოდეთ. რაო. ნიკა. მე მომცეს ვიზა. შენ არა. ძალიან კარგი ეგრეთ ვიცოდი. შენ გაგიხარდა ნიკა? მოიცა კაცოეთი, რა შემატყვი რა. აბა ესე უემოციოდ როგორ გამოხატე? რა უცბად ჩამოკრა. უბედურების ზარმა. ხალხო, ვიზა არ ჩამირტყეს, გესმით, დამეხმარეთ. ესე დამაჯერებელი ვიყავი უფრო? 1000 სისულელე ილაპარაკე იქ ნიკა.
ვინ მოგცემდა ვიზას? დამშვიდდი, დამსაჯეთ და მარტო შენ წაბრძანდი ევროპაში. აუ ნიკა, რამ გათქმევინა რომ არ მუშაობ, ნიკა? მომეტყუებია, აბა ვერ გავიგე რა. მთელი ცხოვრება მატყუებდა. ერთი ტყუილი რა იქნებოდა. როგორ გეკადრებათ? შევწყვებოდით ევროპის მასშტაბით. შეიძლება ევროპასთან ურთიერთობის დროს ტყუილი. ეს არის აბსურდი, არ შეიძლება. არა. კაი, ტაში გეკუთვნის ახლა რა. არა და როგორ მინდოდა ევროპაში წასვლა და ესესვენება. კაი კაცი კი იყო ის ერთში რა სერჩი კაცი. რატო იყო კარგი კაცი? მიხვდა ეხლა რომ არაფრის ნუ არა მაგ რაღაც საშუალება არა მაგ არ ჩამიტყვა კაცმა კაცი. ეგ კი არა მე მგონი საჭიროა დავპატიჟოთ. ნიკა? აი მე წავალ ევროპაში მარტო და შენ ვაჟბატონო საერთოდ არ გამახსენდები. დედა ჩემიც ეგრე მეუბნებოდა და 200 ევრო გამომიგზავნა. დედა. რა გამოგიგზავნა? 200 ევროიანიო თუ ვნახეო მეო სადმეო. აუცილებლად გადმოგიგზავნიო. დედა მითხრა რომ ჰა. ნუ როგორც არის. გძინავს. რა დამაძინებს? ახლა ჩამოვდივარ ტრაპიდან. გოგო მე რა ავქნა მითხარი რა გავაკეთო რა. რა ქნა და რა გააკეთო კი არა ფოტოშოპი ისწავლე. რა თმინდა? რა თქინდა ნიკა? ყველა ჩემმა დაქალმა იცის რომ ევროპაში მივდივარ. შენი დაქალები და ეთი. ხო მამა. მამა შენი და. კარგად, შენ როგორ ხარ? რა? მართლა? აუ რა მაგარია. კი, მე მომცესმა. არა, ნიკას არა. კაი, მამა, კაი, კოცნი ბევრს. აუ რა მაგარია. რაო, რაზე გაგახარა, რა ხდება? საშა და მამა ჩემი მიდიან პრაღაში. ხო და თქვენ წამოდითო. მაგრამ წამოდითო რა ეხა? წამოდიო. აი მე რა ქვია თუ იცი მაგ საქციელს? რა ქვია? რა ქვია და ნეპოტიზმი. შეიძლება ეგრეც იყოს.